უკრაინა რუსეთზე თავდასხმას განაგრძობს. სამხედრო საჰაერო ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ვასილივკაში სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო ხიდი ზუსტი საჰაერო დარტყმით გაანადგურეს. რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში კი 2026 წლის საზაფხულო არდადეგები გაუქმდა. საოკუპაციო რეჟიმმა საბავშვო ბანაკებისა და გამაჯანსაღებელი ცენტრების მუშაობა აკრძალა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თანამდებობიდან გადადგა. ცოტა ხნის წინ დაუნინგ სტრიტზე რეზიდენციასთან მან საგანგებო განცხადება გააკეთა. ყველა გადაწყვეტილება, რაც მიმიღია ჩემი საყვარელი ქვეყნის პირველ ადგილზე დაყენებას უკავშირდებოდა, თქვა სტარმერმა. ის პოსტზე სექტემბრამდე დარჩება. 4 ოქტომბრის საქმეზე 5 წლიანი პატიმრობა კიდევ 8 პირს მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა. საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 6 პირს. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა. მშავდებულებს შორისაა ბათუმელი მეტროშე ზურაბ ჭავჭანიძეც, რომელმაც საპროცესო შეთანხმება მოითხოვა, თუმცა არ დააკმაყოფილეს. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3.929.591 ადამიანი შეადგინა. საქსტატმა 2024 წლის აღწერის შედეგები გამოაქვეყნა. მოსახლეობის 34% თბილისში ცხოვრობს. უცხოელებს შორის საქართველოში ყველაზე მეტი 37.715 რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს.